და წმინდისა სულისათა ამინ. Ძმანო და აი კარგს მოგვადგა უკვე მოსამზადებელი დრო, კვირეები, დიდი მართვისა, ეზვერისა და ფარისევის კვირა. საოცრად გადის დრო, როგორც გუშინდელი დღე გვახსოვს წინა ეზვერისა და ფარისევის კვირა და აი ესე უცებ თვალის დახარჯვაში მოვიდა ლავ ეს დიდებული კვირა. ძმანო და ამ კვირა განმავლობაში სადაგ დღეებში ისეთი ამბები მოხდა ჩვენთან რომ დღევანდელი სადაგება უნდა შევეხმიანოთ ჩვენ ამბებს თან ეზვერი და ფარისეველსაც შევეხმიანოთ რადგან აქ თავდაბლობით იწყება მოსამზადებელი კვირა დიდი მართვისა და თავდაბლობასაც უნდა შევეხმიანოთ. მოკლედ ძალიან რო არ გაგვიუძელდეს პირდაპირ დავიწყოთ. პირველი თქვენ ხედავთ რომ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ ისევ აგორდა ეს უშუალო კამპანია და ჩვენ ხედავთ რომ აშკარად ეს არის გარეძალებიდან ხედავთ აქ უბრალოდ ეხა იმართება დანარჩენები ვინც ხარს აუბამენ, ზოგი ფულით გაყიდული, ზოგი რით გაყიდული, ზოგი სულით გაყიდული და ასე შემდეგ. ძმანო და დანო ჩვენ ბიბლიაში გვაქვს დიდებული მაგალითი, როდესაც პატრიარქი ნოე, ძველი აღთქმის პატრიარქი ნოეს მოვიდა შეცდომა, თან უნებლიე შეცდომა და დათვრა, გახსოვთ თქვენ. წმინდა გადმოცემიდანაც, ბიბლიიდანაც ნოე დათვრა და ქამმა, ესე იგი, უკეთურმა შვილმა დაიწყო სიცილი დასცინა, გამოფინა მამის სიშიშე, გამოვიდა, დაიწყო ხარხარი, ნახე მამაო როგორ დათო და მოკლედ განიკითხა მისი ეს უნებლიე შეცდომა ძმანო და დანო. ხოლო სემმა და იაფეთმა ძმანო და დანო ნამდვილმა შვილებმა მიუხედავად იმისა რომ მამამ მართლა ჩაიდინა ცოდვა, უნებლიეთ მაგრამ ჩაიდინა ცოდვა, ისინი მივიდნენ შეწუხებულები ზურგით შევიდნენ ძმანო და დანო მამასთან რომ მამის სიშიშვე არ დაენახა და გადააფარეს და ესე იგი აი ესე დააფარეს რომ პატრიარქს მით უმეტეს მოხუცებულ პატრიარქს ჩვენ სათაყვანებელ პატრიარქს რომელმაც აღადგინა რა თქმა უნდა ქრისტეს ძალით მაგრამ მაცხოვარმა პატრიარქ პიროვნება ილია მეორე გამოიხენა და ამდენხანს გააგრძელა მისი სიცოცხლე ზუსტად იმიტომ რომ მის ხელში აყავდა და აღორძინდა თითქმის მიტოვებული და თითქმის სიკვდილის პირას მისული საქართველოს ეკლესია რამხელა დამსახურება პატრიარქს და ეხლა როცა პატრიარქი მოუწურდა მას არ შეუძლია გადაადგილებაც კი ისე მარტო თავისი და აი ასეთ შემთხვევაში და ასეთ დროს ძმანო და დანო პატრიარქის ძაგება მართლაც რო იყოს დამნაშავე მართლაც ეს არის აი ყოვლად ხამობა აი როგორც არის ბიბლიაში და მეც ვერაფერს დაარქვევ ამას გარდა ამისა ხამობა კიდე რაღაც დონია ძმანო და დანო ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ გაყიდულია რაღაცებს იღებენ ალბათ ან გრანტებს რაღაცა ვიღაცები ავალებენ ეს კიდე უფრო მძიმეა ძმანო და დანო და აი ესეთი რაღაც რა ხდება იქ კარვებია გაშლილი თქვენ ხედავთ ეს უსწრილობა, უნამუსობა მამა გიორგის, მამალაძის ძმა გამოდის და ადანაშაულებს პატრიარქს კორუფციაში, აი ამას რზენია ეს ყველაფერი ძმანო და დანო. საშინელება მოიგონეს რაღაც აზიანოთო არავის და პატრიარქი პირდაპირ აკურთხებდა ყოველთვის ვისთვის დაუშლია პატრიარქს არავისთვის არ დაუშლია ზიანება და ასე შემდეგ ნუ ეს არის უბრალოდ სამარცხვინო ძმანო და დანო რაც მიდის ამაზე ზენი და თქვენ იცით მეორე და მე მინდა ვთქვა რომ ქრისტიანობაში აი აპოკალიფსი ჩვენ აპოკალიფსს ვიხილავდით ხო ამ ბოლო დროს აპოკალიფსი კითხულობდი და აპოკალიფსში აი ეს აზრია გატარებული ბოროტ საზრია კეთილმა ახსება მისი გრძელია და ჩვენ ეხლაც ღრმად ვწამს ამ ფილოსოფიის ამ იდეის რომ ეს ასე მოხდება და დამარცხდებიან ისინი და გაიმარჯვებს კვლავ პატრიარქი
ალბათ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქმა მეორე საკითხი რაც მინდა დამიხილო, რომ პატრიარქმა თქვა ახლოს არ ჟამიო, ბოლო ჟამი არისო და ზოგი მამა ამბობსო, რომ უკვე არისო ბოლო დღეებიო. ალბათ პატრიარქმა წარმოთქვა ეს სიტყვები, იმიტომ რომ რა არ უნახია პატრიარქს, რა არ განუცდია მას და ჩვენს აი ამ ბოლო პერიოდში ძმანო და დანო მასთან ერთად, მაგრამ ესეთი რამ რაც ახლა ხდება, ეს იმდენად ამაზრზენია, რომ პატრიარქმა სრულიად სამართლიანად ჩათვალა, რომ ეთქვა ეს სიტყვები, პატრიარქს არ უყვარდა ეს, არასოდეს არ ამბობდა ესეთ რამს. ეხლა განაცხადო, რომ აი ახლოს არის ჟამი და ბოლო დღეებია. ჩვენ ახლა როგორ უნდა გავიგოთ ეს ახლოს არის ჟამი, აი თქვენ იცით თითქმის სამი ქადაგება სულ აპოკალიფსის ვკითხულობდით და უცებ პატრიარქმაც აი ესეთი რამ განაცხადა. ესე იგი ტყუილა არ გვიკითხია, ტყუილა არ მივმართეთ, მაგრამ ეს აუხსნათ ეხლა ზოგი ამბობს, ესე იგი რა მეორე მოსვლა იქნება ძალიან მალე და ასე შემდეგ თუ ბოლო დღეებია და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, თუ ჩვენ შევადარებთ წყლის ადუღებას, ესე იგი წყალი რო ადუღდება მეორედ მოსვლას, მაშინ აპოკალიფსური პერიოდი უნდა შევადაროთ, აი რაც თქვა პატრიარქმა რომ ბოლო დროა, უნდა შევადაროთ ბუშტულაკების პირველ წარმოქმნას, აი მოიწყება წყალი რო სანამ ადუღდება, თუ ჯერ 1-2 ბუშტულაკი გამოჩნდება 3, ალბათ აი ეს პერიოდია, ხოლო ადუღებამდე ბუშტულაკების გამოჩენიდან ადუღებამდე რაღაც გარკვეული დრო არის, ხო სწორი ვარ? ალბათ აი ამ გარკვეულ დროში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ. მაგრამ ისეც არ არის გამორიცხული, რომ სინანულით იცით თქვენ, რომ ყველაფერი ღმერთმა შეიძლება სინანული თუ კაცობრიობა სინანული ექნება, კვლავ გადაწიოს ეს დრო, ეს ბუშტულაკები გაქრეს და კვლავ წავიდეს ახლა საამური დროს ვერ ვიტყვი, მაგრამ აპოკალიფსური დრო კიდევ გადაიწყოს. გამიგეთ? აი მაგალითი არის ძალიან ბევრი ბიბლიაში, ახალი აღთქმის ქრისტეს ეკლესიაში ძმანო და დანო, როდესაც მართლაც დამდგარა ისეთი დრო, რომ ღმერთს განაჩენიც კი გამოუტანია, მაგრამ გადაუდია სინანულის, როცა სინანული პიროვნებას თუ ინდივიდუალურად ესეკია მაგალითად თუ სხვას ერს ქონია, გადაუდია ეს გამოწერილი, ასე ვთქვათ, საჯელი. კლასიკური მაგალითია იონა წინასწარმეტყველი ძმანო და დანო. თქვენ იცით ეს საოცარი წიგნია, პატარა წიგნია, 4 თავიანი, ძალიან მოკლე თავებია. წინასწარმეტყველი იონასი მიაქცეთ ყურადღება და გადახედეთ კვლავ. ღმერთი ეცხადება იონას და ეუბნება, იონა უნდა წახვიდე ქალაქ ნინევიაში და აუწყო, რომ ნინევია დაიღუპება. ეს უზარმაზარი ქალაქი ძმანო და დანო, 120 მილიონი ცხოვრობდა, ისა 120,000 ცხოვრობდა მაშინ, ეს ძალიან დიდი რიცხვი იყო მაშინ ქრისტეს შობამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე, ძალიან დიდი ქალაქი იყო. ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი აი დღევანდელ დიდ ქალაქზე რომ ვიმსჯელოთ, თქვა პეკინზე, ჩინეთში რომ ჩინეთისთვის რო ეთქვა ეხლა. და წარმოიდგინე და იმდენად გაბრაზდა იონა, იმიტომ რა არის საქმე იყო ეხლა მისულიყავი ქალაქში და გეთქვა, ქალაქი დაინგრევა მალე თქვენი ცოდვების გამო, რას უზამდნენ ისინი, ხო ადვილი წარმოსადგენი. ამიტომ იონამ იფიქრა ამის თქმას და ამ აუთხივარ თავის ადგილებას, რომ წავალ და განვეშორები და არ ვიტყვი არაფერს. დაადგა და სულ სხვა მიმართულებით გემში ჩაჯდა და წავიდა. ჩაჯდა გემშიც იქ ქვემოთ, ვითომ ეს გამოსავალი ყოფილიყო. საკუჭნაუში მიიძინა და ხრინავდა, როგორც წერია ბიბლიაში ძმანო და და ამ დროს მოხდა ისეთი ღელვა, რომ უკვე იღუპება გემი, ყველაფერი გადაყარეს და კაპიტანმა გამოაცხადა, რომ სასწრაფოდ ყველა მილოცავს თავის ღმერთის წინაშე იქნებ გადარჩენილი. ჩადის კაპიტანი ქვემოთ და ხედავს ძინავს ამ იონას. წამოაგდო ფერზე რას ძინავს? ვიდეო შეღმერთს შეთხოვე იქნებ გადარჩენილი. ბოლოს არაფერი საშველი არ იყო, წილი ყარეს, რომ ვის გამო ხდება ესეთი რამ დამკულება. და წილი ამოვიდა იონას და შეეკითხეს ვინ ხარ? ებრაელი ვარო, ცისა ქვეყნისა და ზღვის შექმნელი ღმერთის მონავ. რო გაიგეს ზღვის შემქმნელი ღმერთის მონაო, უთხრეს რა გავაკეთოთ? იონამ უთხრა, რომ გამოუთხრა და უთხრა მოკლედ ასე იყო და ჩემს გამო ღელავს. ზღვაო, ერთადერთი გამოსავალი ისა, გადამაგდე ზღვაში და დაწყარდება ზღვაო.
ნუ ძალიან არ უნდათ ეხლა, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ წმინდა კაცი იყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო. და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, მოკიდეს იონას ხელი და გადააგდეს ზღვაში და იმ წამსვე გაჩერდა ღელო. მოვიდა დიდი ვეშაპი, ზღაპარივით არის, მაგრამ ნუ ამდვილი ამბავე რა თქმა უნდა ყოფილა რომ ვეშაპებში აღმოჩენილა კაცის ჩონჩხი, ესე გადაყლაპული ადამიანი გადაუყლაპი ხშირად ხდება თურმე ეს. ხშირად როგორ, ნუ არის რამოდენიმე შემთხვევა უპოვია. და ესე იგი იონა გადაყლაპა ვეშაპა და თქვენ იცით 3 დღე და ღამე იყო იონა მუსელში, ვეშაპის მუსელში და შემდეგ იცით თქვენ ვეშაპები ახლოს მოდიან სანაპიროსთან და ამოარწია, ასე ვთქვათ და იონა ამოაგდო, ესე იგი ამოუშვა მუცლიდან ვეშაპმა და ესე გადარჩა იონა. შემდეგ წავიდა და ნინევიელებს უთხრა, რომ 40 დღეში დაიღუპებითო თქვენი ცოდვების გამო. და ნახეთ მანოდა და ნინევის მეფე, ნინევის მთავრობა გამოვიდა მეფე და თქვა, ჯვალო ატაროს ყოველმა კაცმა, მთელი ძალით შეხაღადოს ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ამის საქმე, რაშიც ხელი აქვთ გარეული, ვინც ის იქნებ ღმერთს დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღო. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, შეინანა ღმერთმა და აღარ დასაჯა. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ნამდვილად ისეთი დროა, რომ ასეთი დრო არასოდეს არ ყოფილა, ესეთი გაფუჭებული დრო კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა, განსაკუთრებით ჰომოსექსუალიზმის გამო და თავსახვევენ მთელ მსოფლიოს მანოდა დანოდა იმუქრებიან და ეძახიან ეს ანტიქრისტიანული ძალები, რომ ყველა გაუპატიურდება, გაბოროტი ძალებს მანოდა რასლა ეშმაკეულებიც მანოდა და აი თქვენ ხედავთ რომ ესეთი გაფუჭებული არის, თუ შეინანებს გადაიწევეს და თუ არა ეს დუღილი დაწყებულია და როგორც პატრიარქმა თქვა ბოლო დღეებია და ღმერთმა რო აიღოს ხელი, თქვენ იცით 8 მილიარდი ადამიანია, 8 მილიარდი და რა სიწყნარია, რა მშვიდობა, სადღაც გავიგონებთ იქ ვიღაც აჯანყდა, ადგილობრივი რაღაც პატარ-პატარები. სინამდვილეში ძმანოდა და თქვენ იცით, აი ერთ ფილოსოფოს აქვს, რომ ადამიანის წინააღმდეგ არის როგორც საომარ მდგომარეობაში. ამას ჩვენ თავზეც განვიცდით და რა. ხო, აგერ ახლა მარტო რომ საქართველოშიც კი ახლა მარტო რომ გავიდე სადმე ისეთ ადგილზე კაცი, უდაბურ ადგილზე და ვიღაცები მოდიან თქვა. იმ წელს გეშინი არ მოკლან, აი საომარი მდგომარეობა. და 8 მილიარდი კაცი ძმანოდა და ეს ღმერთს უჭირავს, ახლა აშკარად უთის ხელი. თორემ და როცა აიღებს, როცა ღირსი აღარ იქნება კაცობრიობა ღმერთი ხელს, ხო წარმოგიდგენიათ რაც მოხდება. აიღება და აიღება, ეს შეიძლება წამებში მოხდეს, შეიძლება ძალიან დაჩქარდეს. პატრიარქმა გაგვაფრთხილა, რომ თუ მოხდა ესეთი რამე და უცებ დაიწყო, ჩვენ უნდა ვუწოდეთ ჩვენ თითეულმა ჩვენთაგანმა. უნდა შევინარჩუნოთ ერთი წმენა საკუთარ თავში და მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისათვის მანოდა და მაგრამ ნუ იმედია ჯერ არ იქნება ესე, მაგრამ თუ მოხდა, ჩვენ უნდა ვიწოდეთ ან რა გვინდა მეორედ მოსვლის დალოდება და ასე შემდეგ. ჩვენ ყველას ჩვენი სიცოცხლე ერთ პოეტს აქვს, მურმან ქოიავას კარგად, ყველა თავისი სიცოცხლით ცხოვრობს, ყველა თავისი სიკვდილით კვდება. ჩვენ არ ვიცით რა დროს გავხდით, ხო? ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ჩვენ პირველი შეხვედრა გვაქვს ქრისტესთან, ხო, როცა მოვხვდებით და გავხდით ამ ქვეყნად. ასე რომ ამით არაფერი არ იცვლება. ჩვენ მაინც ყოველთვის უნდა მზად ვიყოთ და როგორც ასევე ისე რუსთავის მოიშველიებ ცდების და ცდების წამისად ვინარც მოელის სიკვდილსა ამბობს აი ვეფხისტყაოსანში ესეთი აზრი გატარებული ძმანოდა და ასე რომ პატრიარქმა ალბათ იმიტომ თუ ეს სიტყვები ძმანოდა და რომ როდესაც შეხედა თავის გაზრდილები, თავის უბეში გამოზრდილები, თავის საყვარელი შვილები 100 არიან მის წინააღმდეგ, ალბათ ტირის და თქვა რომ ნამდვილად მოროდროაო ძმანოდა და ნამდვილად განაპირობა ეს სიტყვები აი ამ ამბებმა ძმანოდა და რაც ხდება რა ჩვენ ხედავ რა საშინლად ჩვენ ხედავთ ძმანოდა და რა ხდება, რა საშინელება და ისევ აპოკალიფსს მიუბრუნდეთ. რატომ არის ეს? ჩვენ უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთხელ. აი მე 12 თავში
წერი ესეთი რამ. გველეშაპი წავიდა, რათა შემბრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის ცნებებს და რომელთაც აქვს იესოს მოწმობა. ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ განსაკუთრებით ბოლო დროს დაიწყება ეკლესიის ძალიან შეურაცხყოფა და დევნა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ ღვთისმშობლის წიხველ ქვეყანაში. სხვაგან აღარ იქნება ძმანო და იქ სადაც მიტოვებულია ქრისტიანობა უსარმაზარ ქვეყნებში, თურქეთში, ჩინეთში და აღარ ჩამოთვალო დანარჩენებში, იქ რა ხდება ხო გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ ღვთისმკურთხეობა, ღვთისმშობლის წიხველ ქვეყანაში რა ხდება ძმანო და ტელევიზიები ამას წინათ გამოდის, ესე იგი იცით თქვენის აღიღის დასახელება გვარის და სახელის ღმერთმა მოაქციოს ჩვენ ქრისტიანებს ეს გვინდა მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ მოქცევამდე აი გესს ანთხევენ ძმანო და როგორ წიოდა აი ნახეთ კიდევ რა წერია იმაში აპოკალიფსში ძმანო და ვიხილე როგორც გველეშაპის და მხეცის ისე სრულ წინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმინდური სული, როგორც ბაყაყი. ესენი ეშმაკის სულები არიან, ისინი გამოდიან მთელ მსოფლიოს მოედებიან, რათა საომრად განემზადონ ღვთისა და ესე იგი ეკლესიის იქ სიმბოლოა ეკლესიის წინააღმდეგ ძმანო და გამიგეთ. აი ნამდვილად სხვას ვერაფერს შეადარებ ბაყაყი. აი როგორც ბაყაყი რო ყიყინებს ეხლა და რა არის ბაყაყის ყიყინი. აი ეს რასაც ცოდვები არიან ძმანო და ეკლესიის წინააღმდეგ ვინც რამეს ამბობ, ეს არის ბაყაყი და ის არის ბაყაყის ყიყი, მეტი არაფერი. ის თავის თავს ავნებს. აბა ეკლესიას რას დააკრებს, ღმერთს რას დააკრებს, ქრისტეს ეკლესიას რას დააკრებს, და როგორ სიხარულით ამბობდა, ხომ უნდა აღიაროთ, რომ ძალიან ბევრმა დატოვაო ეკლესიაო და ძალიან ბევრი დატოვებსო ეკლესიას. გამიგე? ქართველო კაცო. ეს უნდა გიხაროთ ეს და რო დატოვებს საწავა. გახდება ჰომოსექსუალისტი, გახდება ქურდი, გახდება მამაძაღლი და ასე შემდეგ. ხომ ეს გიხარია ბოროტო? ძმანო და სანამ შევეხმიანებით თავდაბლობასაც ძალიან მოკლედ, მე მინდა მაინც ესე შევხედოთ დღევანდელ ყოფას. რა თქმა უნდა შეიძლება ორნაირად შევხედოთ. ერთი ეს რომ სიღარიბეა, ხალხი ხვდება, ახალგაზრდობა სამუშაო არ აქვს, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და უნდა წავიდეთ საზღვარგარეთ. ამერიკაში და სხვაგან, იქ კარგად უხდიან ხელფას, უნდა დავტოვოთ, ჩვენი ქვეყანა იღუპება, აქ არაფერი არ ხდება, აქ ყველა, ესე იგი, მაიმუნობს, კორუფცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა მოდი მეორენაირადაც შევხედოთ ძმანო და ყველა მანქანი დადის, ისეთ საცობებია, რომ რა სასწაული, ყველა რესტორანში ზის, ყველა რესტორანში ჭამს, ყველა ცეკვავს, ყველა მღერის, ათეული წლებია უკვე ძალიან ზურიგდება $1000 მუქთად ასე ვთქვა, იღებენ ზოგიერთებს საზღვარგარეთიდან მოსდის, ზოგიერთებს საიდან ვინც არ მუშაობს კიდევ უფრო კარგადაა მე რომ მკითხო, იმიტომ რომ ესენი ქემან შრომობს ვიღაცა და იქიდან აქვს ფული და ესენი არ შრომობენ, წვანან და ჭამენ, სვამენ და კარგად არის. ძმანო და და ასე შემდეგ. საიდან არის თუნდაც აქ ისე რომ, ხო? ასე რომ არ შეიძლება ესე შეხედო, არ შეიძლება ესე უიმედიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ძმანო და და ის თუ რამე პრობლემა გვაქვს, თუ რამე ჩვენ პრობლემა გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ეს გვაქვს ისევ და ისევ ჩვენი ამპარტავნების გამო, ძმანო და ეხლა ერთ მღვდელთან მქონდა საუბარი ცოტა ადრე წლებში. და მაშინ მე ვიძახდი ზუსტად ესე. მეც მღვდელი ვიყავი და მღვდელს ვესაუბრე. მამო, რა ხდება ეს? საწყალი ხალხი ბუნკერში წრევა. აი ესეო შია და ასე შემდეგ და ასე. მამო, მითხრე ესეთი რამ. მამო, ეხლა მე წრევი ბუნკერში და რატომო გეტყვი? მოდი ამას ბოლოში ვიტყვი. მამო, რატო წრება ბუნკერში და მანამდე მეც ესეთი რამე ჩავატარე გამოძიებასავით გონებაში და ესეთი რამე აღმოვაჩინე.
ახლა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მართლაც ეს ბომჟი და ვიღაც რაცხალი ხალხი ზოგიერთი ისეთია, მაგრამ ზოგიერთ ძალიან საინტერესო კაცი თუ ხალი ძვრება ბუნკერში ძმანო და და მიგიქცევიათ ყურადღება? იფიქრებ კაცო ეს ადამიანი ბუნკერში როგორც მეც ვიცნობდი ერთს, მაშინ ცოტა ის ეზოებში იყო ბუნკერები და გავდიოდი ხოლმე იქ ეზოში როცა გავდიოდი შემთხვევით შემხვდებოდი, მოკლედ გავიცანი ერთი კაცი რომელიც ბუნკერებში ძვრებოდა და ისეთი სწრაფი და ისეთი კაცი იყო, უთხარი. კაცო, მე უთხარი, ესეთი კაცი ხარ, წადი რა იშრომე, რა ძვრები ამ ბუნკერში, რა მითხრა, იცი? ესე იგი, მამა ისეთი საინტერესო რაღაცებია ამ ბუნკერში. მეო სახში მაქსო უამრავი მადუღარაო, რომლებიც გადაგდებული იყო და გავაკეთეო, აბაჯურებიო, ეს სანათებიო, ღამისო, ეზოც მაქვს განათებულიო, შიგნითაც რა ტახტებიო, მაგიდებიო, სკამებიო. მოკლედ ისე ჩამოთვალა, ისე რამაზა. ყველაფერი რო გავუვდი ძმანო და პეკინზე რო გავედი, გავხედე ბუნკერს. ბუნკერზე თან იყო მიყუდებული ისეთი ლამაზი ფიცრები და სულ ოცნება თქონდა, რომ გამეკეთებინა თარო წიგნების. და შემწვა, თორე ნამდვილად იმიტომ და წამოღება იმ თაროების ძმანო და და. მამაო კიდევ ესეთი რამ მითხრა, რომ ერთხელ მივდივარო, კაცო და ჭირდებოდაო, ძალიან ჭირდებოდა საკერავი მანქანა რო არის გერმანული ზინგერი მე. ხედავ, კაცო ზინგერი არ დერსო, ბუნკერთან. გადმოვედიო, ეს ზინგერი ჩავდეო მანქანაშიო. ნაგავში ჩავიხედეო, რაღაც რკინის დეტალები ეგიო, რომელიც მჭირდებოდა, ისე წამოვიღეო და წამოვიღე. ასე რომ, ეხლა ცოტა ისეთია, თითქოს ეს ეგრე არ არის, მაგრამ ეგრეა ძმანო და დანო, თორემ რამდენი უფასო სასადილოა გასული, რატომ უნდა ძვრებოდე ბუნკერში? მაგრამ ეთქობა რაღაცა მართლა არის აქ რაღაც ისეთი. აი რა გინდა ბუნკერში კაცო წადი ეგრე იმდენი სასადილოებია. უფასო, წადი და ჭამე. ეხლა ჩვენ პირადად ჩემო ჯარს საჭმელი აქვს, მადლობა ღმერთს, ის წყალობით, მრევლის დახმარებით. მაგრამ არის ხოლმე ხო შემთხვევები, რომ ერთი დღე რაღაცა არ არის, ხილი არ არის, ის არ არის რაღაცა. ეხლა ჩვენთან ყველა გაყოფილია ბავშვები, ერთი მყავს ისეთ სულ შია იძახის, შია თაყვირის გარეთ და თქვენი ამ მეზობლებს არ იფიქრო რომ რაღაც მშივრები ვარ. მეუნები, მამა ესე იგი, მე ერთხელ ავდექი და ვთქვა, ბიჭო, თუ ასე გშია და აქ არ უყვარს აი სახლის საჭმელი, წადი და უფასო სასადილოში ჭამები. მე რო არ მქონდეს საჭმელი, წავიდოდი და უფასო სასადილოში შევჭამდი ნამდვილად, ძმანო და მაგრამ ზოგმა შეიძლება თქვა ამას არ ვიკადრებ. აი ეს არის ჩვენი უბედურება, რომ აი ეს როგორ გვეკადრება და ასე შემდეგ. თორე არ არის ისეთი მდგომარეობა, მაგრამ ნუ ჩვენ ხო ქართველები ვართ ძმანო და რა ხიან უფასო სასადილოში ჭამო, ან ბუნკერში ჩავძვრეთ, ან ნუ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძმანო, ან მიმუშაო. ეხლაც არის სამუშაოები, რამდენი წინდა თქვათ, რა ქვია იმას, მემანქანებო არის იმის მატარებლის. სამუშაოები არის როგორ მიდი. ან ბრეცხავად მატარებლის, ან უამრავი სამუშაო რაღაც არის, რასაც არ კარგობს ქართველი კაცი. წემსი ძმანო და პირდა სახელმწიფო აფინანსებს, ოღონდ კი ვინმე წავიდეს, კაცშვილი არა, ქართველებიდან კაცშვილი არ არის, წემსად რო წავიდეს. ან რატომ უნდა წავიდეს წემსად რაიონებში დაკვირვებულა ზიან, არაყი აქვს, საჭმელი აქვს, სასმელი აქვს, ახალგაზრდა წადი, ეხლა წემსია და გეტყვი, წადი შენ თუ გაიარ წემსად. აი ესეთი მდგომარეობა. კი, რა თქმა უნდა, თუ გაჭირება, თუ რაღაცა, თუ რაღაც პრობლემა, იქ სახლის პრობლემა, იქ რა თქმა უნდა წახვიდე და მეც მომხრევა ძმანო და დანო, განსაკუთრებით წავიდეს კაცი ამერიკაში ოჯახით, იმუშაოს, რადგან იქ ძალიან კარგად უხდიან, გამოიყენოს ეს, მაგრამ საქართველოს როგორ უნდა დაივიწყოს ძმანო და დანო, როგორ უნდა გადაუსვა ხაზი შენ სამშობლოს ძმანო და დანო, ან შვილებმა როგორ უნდა დაივიწყოს ქართული. აი ეს არის ტრაგედია. რა უნდა იშოვო, რა ფული უნდა, რაც კიდე იშოვე, თუ ეს დაივიწყე რა ადამიანი ხარ. ძმანო და დანო. დავამთავროთ, მაგრამ მე ხო, აი ხა თავმჯდომარეობასაც შევეხმიანებ და დავამთავროთ. ჩვენ ქრისტიანები დაიწყო დიდი მართვის მოსამზადებელი პერიოდი. რას გვასწავლის ეკლესია? თავმდაბალი ვიყო.
არსენ დიდი რო ხდებოდა ძმანოდა და არსენ დიდი მივიდნენ სახე უწყინდებოდა თან სახე ეს ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა თან არსენ დიდი იცით ვინ იყო არსენ დიდი იყო დიდი ქალაქის გამგებელი ძალიან ცნობილი პიროვნება უგანათლებულესი კაცი და უმდიდრესი იმ დროის უმდიდრესი კაცი და წავიდა და ასკეტურად დაიწყო ცხოვრება და ისეთ სიმაღლეებს მიაღწია წარმოიდგინე ნუ არსენ დიდი იცით ახლა და აღარ წარმოადგენ იცით თქვენ თვითონმა თქვენთაგან სიკვდილის წინ ეუბნებიან მოწაფეები მამაო 60-ს ხედავ და არსენ ეუბნება რომ ცოტა ხანი კიდე მინდაო ცოტა ხანი რომ სინანულით გავიდეო და რას ამბობ მამაო რა სინანულით გადიხარ შენ უკვე შემოსილი ხარ ღმერთ შემოსილი ხარ და ნახეთ რას მე ჯერ არ დამიწყია სინანული გამიგეთ რასასწაული რამე ძმანო და სისოი დიდი მაპატიეთ ეს სისოი დიდი იყო რომელმაც თქვა და ნუ იგივე ეს ხოლო არსენ დიდმა სულიერი ცხოვრება არ დამიწყია და მაკარი დიდი როდესაც უკვე აი სიკვდილის წინ იყო მაკარ დიდს უთხრეს მამაო რა ბედნიერება 60-ში მიდიხარო და დაიწყო ტირილი მაკარ დიდმა და თქვა ძმანო და დანო რომ მე რით იამაყეო რითი უნდა ვიამაყო როცა მთლიანად ცოდვებში ვარ გონებიცა და გულში ძმანო და ანტონ დიდსაც გაგახსენებთ როდესაც ანტონ დიდ ბერობის ფუძემდებელს პირდაპირ ეუნება ღმერთი გამოეცხადება და შენო ანტონ დიდო ანტონო ჯერ არ მიგიხსევე იმ სიმაღლესთვისო რაც მიაღწიაო ალექსანდრიაშიო ერთმა მეწაღებმა აი რუსულად აი საპოჟნიკმა რა გესმით ძმანო და გაუგდა და ეს ღამით მოხდა გამოცხადება ანტონ დიდმა ვეღარ დაიძინა არტყა და წავიდა პირდაპირ ღამით წავიდა მონასტრიდან ალექსანდრიაში და რო ჩავიდა მოიცია ეს მეწაღე შევიდა ერთი უღარიბესი მეწაღე ძმანო და ეუბნება რომ რაღაც ლი გაქვე ხა მითხარებს არაფერი აბსოლუტურად არაფერი სიკეთე მე არ გამიკეთები კაიო შენ ცხოვრება მომიხევიო და გულუყვილოთ ესე უბრალოდ ალალად მოუყვარა ეს რო გავუწევო დილის მოცვებს ვიტყვიო ვისაუძმებო და სანამ გავალ ქალაქშიო ვამბობ ღმერთო ამ ქალაქის ყველა მცხოვრები ცხონდებაო ხოლო მეო ცოდვილიო ესეთი ცოდვილი ადამიანიო ჯოჯოხეთში წავწუნდები და წავალ გავალო და მე შრომობო რო დაბრუნდებიო დაწოლის წინო ძიე ლოცვას ვიტყვიო საღამოს ლოცვასო და მე ასევე ვამბობ ამ ქალაქში ყველა ცხონდება ჩემს გარდა ჩემი ცოდვების გამო მე ჯოჯოხეთში წავალ გამიგეთ ძმანო და დანო ერთი ბერი რომელიც აი რობიზონ ბრუზოსავით მოხდა კუნძულზე და 40 წელი იყო და შემდეგ მიადგა გემი და წამოვიდა და ამ 40 წლის განმავლობაში სულოცურო და ვიძარება მარხვარენ რა უნდა გაიკეთებინა და მივიდა ერთ დიდ ბერთან და უთხრა რომ მოუყვა თავის ასკეტური ცხოვრება და ბერმა უთხრა შენო რო შეგაგინონო ან შეურაცხონო ამასო მოითმენო თავდაბლობითო და ამას ვერ მოვითმე მაშინ შენო არც გიმარხულიაო არც გილოციაო და არაფერი არ გაიკეთებიაო ძმანო და უფრო მეტიც ძმანო და თუ თავდაბალი არ არის ადამიანი ამ პატავანი ადამიანი თავის მეტანიებით თავის მარხვით თავის ლოცვით ბევრი ესეთი გაგიგიათ ხო რო აი იტყვის ხოლმე მე აი ფარისევლობა ეს არა აი როგორც ზუსტად დღევანდელ რიგავში ფარისევები შეამოწმებს ხოლმე შენ რამდენი სალმოს კითხულობ ისეთი საბრალო მორწმუნე იტყვის თქვა საერთოდ არ ლოცულობს ამბათ ან შეიძლება ერთ კანონსაც ერთ დიდებას ლოცულობს და ან თქვა უთხრა რომ აი ეს ერთ დიდება გოქოლო შენ მე 7 კანონს კითხულობ არის ესეთები იცი რამდენჯერ ხდება ესე პარაკლისებსო იმან უთხრა ტროპრებს კითხულობ არა ოღორო ერთ პარაკლისმა მეო 4 პარაკლისს კითხულობ და ასე შემდეგ და გაუგდა ესე იფიქრა აი მე მორწმუნე არ ყოფილა გამიგე მაგრამ წარმოიდგინე მამები ამბობენ რომ ყველაფერი რასაც აკეთებ თუ აპარტავნებით აკეთებ ჯობია რომ არ გააკეთო წარმოიდგინე ჯობია რომ არ გააკეთო იმიტომ რომ
ის ყველაფერი უკვე კვებავს და წინსვლა კი არ ხდება სულ კვებავს ამ პარტავნებას გამიგე და კიდევ ერთი პატერი კი რომელიც მითქვი ადრეს და ძალიან სული სასარგებლო კიდევ ვიტყვი და დავამთავროთ თქვენ იცით რომ ათეული წლები ერთმა ბერმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია რომ დღეში ერთ მუჭამ ფეტოს ჭამდა მეტი არაფერი არ უჭამდა ცხოვრებაში და წყალს გაზომილად სვამდა ლოცულობდა მარხულობდა და ყველაფერი და ბოლოს ისეთ სიმაღლეს მიაღწია რომ მეტი რო არაფერი აღარ გაეკეთებინა მეტანიები ყველაფერს აკეთებდა და აზრი ეშმაკმა მიცა რომ ეხა ღვთისგან ილოცეო რა გინდაო ეს შენთვისო რომ ხალხიო განკურნო ავანტყოფებიო და შენი მადრის მასაც გადაეცესო და ასე და დაიჯერე ეს აზრი და დაიწყო ლოცვა რომ ღმერთო მომეძალავ კურნებისო რომ განკურნო ხალხიო და ამ დროს ამ ლოცვის დროს მიხვდება ძმანო და დანო რომ სულიერი შეცდომა მოუვიდა და წავა ბერთან და შეინარეს ნუ დიდ ბერთან რა და ეხლა იმ თავდაბალი ბერი ნახეთ მივა და ეტყვის რომ მეო აღთქმა დავდებიო რასაც შენ მეტყვიო იმას გავაკეთებო და ის ბერი ეუნება ღმერთშემოსილი ბერი რომელიც რო შემოვიდა ნახა რომ ორი მაიმუნი ეჭდა ანუ ანგელოზები უნდა ჯდარიყო და ეშმაკები ეჭდა მეო ის კაცი არა ვარო სხვა ჭკუა ვასწავლო გამიგეთ ეს წმინდა ბერი ამ არა ვარო მეო აღთქმა დავდებიო და ნუ მაშინო თუ ეგრეაო ადექიო წადიო ალექსანდრიაშიო იყიდეო 10 კილო ხორციო 10 ლიტრა ღვინო 10 თუ რაღაც 20 პურიო მოდიო მერე ჩემთანო აუ ბერმა იფიქრა რა მარხველი და რა ისავარ და რა მითხრა ესო და ალექსანდრიაში სიცხვილით ღვინო როგორ ვიყიდო იმდენად შეთხო რომ სხვა საყიდინა ეს ყველაფერი მერე ტომრით აიკიდა ზურგზე მოუტანა ამბერს ამბერმა უთხრა ეხა წადიო და დღეშიო დალიო ერთი დიდი კათხა ღვინო 1 კილო ხორცი მოხარშეო ყოველ დღეო შეჭამეო და 1 ბუხანკა პური შეჭამეო გაგიჟდა ეს მაგრამ რადგან აღთქმა ქონდა წავიდა ტირილი ჭამდა ხორცს წარმოიდგინე ბეტვი ნაჭამი 10 წლები და ბოლოს დაამთავრდა ეს მოვიდა და შეუორდა ამ ფეხით ქვეშ ამ ბერს და უთხრა რომ აღვასრულეო მერე დაჭრენ და ბერმა უკანასკნელი დავიგება მიცა რომ ასეო ეხლა ზომიერად განაგრძო და ეს აზრები აღარ მოგინდა მოგივაო თავში ძმანო და დანო ჩვენ ვართ ბედნიერები ზოგიერთი მოდის და მეუნება მამაო ეს ცხოვრება როგორ შეიძლება სულ ჭამა სმაო იქ ცოლს ის უნდა ეს უნდა რა არის ასულიერი ცხოვრება არის ძმანო და დანო მიაქციეთ ყურადღება რომ აი იმ ბერმა ამ ბერს რაც უთხრა ხო იმას შვებით ჩვენ ერში ხორცსაც ჭამთ ღვინოსაც სვამთ ანუ ღმერთი ამით გვამდაბლებს ძალიან შეწუხდებით რომ ერში ცხოვრები რომ ოიმე ხორცს ჭამდა აბა ბიჭო ხორცს შეჭამ აბა რა თქვა ერში ცხოვრები ადამიანი ჩვენ ამით ღმერთი გვამდაბლებს თავარია ყველაფერი გავაკეთოთ ზომიერად თავარია არ დავთვრეთ თავარია არ გავწღეთ და ასე შემდეგ მოგდის ეს ჩვენ ყველაფერი მაგრამ იცოდეთ რომ ამაშიც თავის სიბრძნეა ერში ადამიანი ვერ გაამპარტავდება გამიგე? აბა რა გვაქვს ჩვენ გასაამბავი? კარგს ჭამ, კარგს სვამთ ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ერში ვინც თავს გამოიჩენს და ნამეტანი დაიწყებს რაღაც სისულელებს, ისეთებს როგორცაც ხედავთ რომ აი იმ ბერს რომ მოუვიდა, ძმანო და დანო, ამით ხოლო თავის ამპარტავნებას გამოყვებას. ამიტომ ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კლასიკურად მიდის მთელი ცხოვრება თუ ჩვენ ქრისტიანები ვიქნებით იმ უკანასკნელ ჟამსაც და თუ მართლა ესე იგი პატრიარქმა რა გვაქვს რაღაცაშია საქმე ბოლო ჟამია ეხლა და ამჯერად ძმანო და დანო პატრიარქის სიტყვა ძალიან დიდია ჩვენ უბრალოდ არ შეგვეშინდეთ პატრიარქის ეს სიტყვა უფრო ნასროლი იყო იმათვის რომ გონს მოვიდნენ ისინი ვინც ეკლესიას ის ქართველები ვინც ეკლესიას ებრძვიან და პატრიარქს ებრძვიან ხოლო ქრისტიანები როგორც აპოკალიფსში წერია ბედნიერი ხარ კრავის ქორწილზე მოპატიჟებულნო ანუ მრევი ვიწირვას ესწრება და ეზიარება ესეთ მრევს არაფრის გაფრთხილება და ის არ ჭირდება უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ ბოლო დროსაც ბოლო ჟამსაც როცა ძალიან დიდი დევნა იქნება ქრისტიანობის მამები გვეუბნებიან ასევე იქნება დიდი შეწევნა ღვთისა
ასე რომ ჩვენ საშიში ეშინოდეთ მათ, ვინც ლანძღავს ეკლესიას და ვინც გაშორებულია ეკლესიიდან. დაგლოცოთ და დაგახაროთ.